განაყურებთ კურიერს 6 საათზე. თბილისში გულშის სწავლთა ახალი კლინიკა გაიხსნა, ტომოგრაფიის კაბინეტი, კარდიოლოგიური, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები და საოპერაციო ბლოკები საავადმყოფოში უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. თანამედროვე სტანდარტების 40 საწოლიან კლინიკაში 30 ადამიანია დასაქმებული. ხაბეიშვილი ჩებურიშვილის სახელით ცნობილი კლინიკა დღეიდან მუშაობას ახალ მისამართზე დაიწყებს. გულშის სწავლთა კლინიკა მეცხრე საავადმყოფოს ნაცვლად დილომში ლუბიანის ქუჩაზე ახალ შენობაში განთავსდება. უმაღლესი სტანდარტების საავადმყოფოში გულის ურთულესი ოპერაციების ჩატარება შესაძლებელია. მომსახურება 40 სტაციონარულ საწოლს, აქედან არის 10 ქირურგიული საწოლი. ტარიფები არის აბსოლუტურად ხელმისაწვდომი, მოქმედებს სახელმწიფო პროგრამაც ამ კლინიკაში და ფასები არის ისეთივე და შეიძლება ითქვას შედარებით კიდევ უფრო დაბალი, ვიდრე ქალაქში კარდიოლოგიურ კლინიკებში არსებული ფასებია. კლინიკა 40 საწოლზეა განკუთვნილი და უიშვიათესი კარდიოლოგიური აპარატურით არის აღჭურვილი. პროექტის მიხედვით ყველა პალატა ინდივიდუალურია და აქცენტი პაციენტის კომფორტზეა გაკეთებული. შენობაში საავადმყოფოს გარდა მუშაობს ამავე კლინიკის ამბულატორიაც, სადაც კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი პაციენტს ზუსტ დიაგნოზს უსვამს. აქ არის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია ახალი აბსოლუტურად ავტომატიზირებული აპარატებით. არის კეთდება ეხოკარდიოგრაფია, კარდიოგრამა, ასევე სტრეს ტესტი და კომპიუტერული ტომოგრაფია. კლინიკაში ამბულატორიულად მოსულ პაციენტს აბსოლუტურად ემსახურებით თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკას ჯანდაცვის სექტორის განვითარების სახელმწიფო პროგრამით აშენდა. საავადმყოფოში ამჟამად 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ამ დაწესებულებაში არსებული სერვისები ხელმისაწვდომი გახდეს ყველა მოქალაქის. ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა, რომ მსგავსი კლინიკა, მსგავსი მომსახურება ყველა ჩვენი მოქალაქისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. აი ამაზე ვიფიქრებთ და ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დღეს, რომელიც დგას ჯანდაცვის სექტორის წინაშე. კლინიკაში აცხადებენ, რომ ტარიფები საზოგადოების ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი იქნება. სამედიცინო დაწესებულებაში სახელმწიფო დაფინანსების გარდა მოქმედებს კერძო სადაზღვევო სისტემაც. ახალი საავადმყოფო დღეს თბილისის მერმა და ჯანდაცვის მინისტრმა გახსნეს. კლინიკაში უკვე დაგეგმილია რამდენიმე რთული ოპერაციის ჩატარება. ქართული პაციენტების გარდა აქ სამკურნალოდ მეზობელი ქვეყნებიდანაც ჩამოდიან. მნიშვნელოვანია ერთის მხრივ სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება და ეს კლინიკა მინდა აღვნიშნო ასევე კმაყოფილებით, რომ არა მარტო თბილისელებს და საქართველოს სხვა მოქალაქეებს ემსახურება, არამედ ყოველდღიურად დაახლოებით 15-მდე აზერბაიჯანიდან ან სხვა ჩვენი მეზობელი რესპუბლიკებიდან ყავთ პაციენტები. ანუ თუ აქამდე ჩვენ საუბრობდით, რომ პაციენტები საქართველოდან მიდიან უცხოეთში, ეხლა სულ უფრო ხშირად ხდება და სწორედ ასეთი კლინიკების დამსახურება, რომ უფრო მეტი პაციენტი ვითარდება სამედიცინო ტურიზმი და დამატებითი შემოსავლის საშუალებას აძლევს კლინიკებსთან მთლიანად ქვეყანას. ახალი კლინიკის მეორე კორპუსის მშენებლობა უკვე დაწყებულია. რამდენიმე კვირაში მუშაობას გულშის სწავლთა საავადმყოფო გაფართოვებული პროფილით განაგრძობს.